გამარჯობა, მე ვარ ელენე და დღეს მინდა ვილაპარაკოთ, როგორ უნდა მივხვდეთ, ჩვენი პროფესია არის თუ არა მართლა ჩვენი. ეს ვიდეო არის ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით ქალებისთვის, ვინც ფიქრობენ, რომ უნდათ პროფესიის ცვლილება, ან შეიძლება არ უნდათ პროფესიის შეცვლა, უბრალოდ უნდათ, რომ ახალი მათთვის საყვარელი საქმე იპოვნონ უკვე არსებულ პროფესიასთან ერთად. ეს ეპიზოდი რამდენიმე საკითხისგან შედგება, რაც ვფიქრობ დაგვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ ჩვენი პროფესია არის თუ არა ჩვენი. პირველ რიგში ალბათ უნდა გავიხსენოთ, როგორ ავირჩიეთ ჩვენი პროფესია იმისთვის, რომ ამ კითხვას გავცეთ პასუხი. მე მინდა ვისაუბრო იმ გამოწვევებზე, რაც როგორც ახალგაზრდამ გამოვიარე პროფესიის არჩევისას და ვფიქრობ, ეს მეტნაკლებად ჩვენს ქვეყანაში ერთნაირი გამოცდილება არის. მინდა ვისაუბროთ თუ როგორ შეიძლება გავიგოთ პროფესია ჩვენი არის თუ არ არის. ასევე რა კითხვები უნდა დავსვათ იმ შემთხვევაში თუ უკვე ეჭვები გვაქვს, უკმაყოფილება გვაქვს, რამე არ მოგწონს და ზოგადად რა ასაკში არის პროფესიის ცვლილება გვიანი თუ არის საერთოდ გვიანი. მოკლედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში. ერთად მინდა ვთქვა, რომ არასწორი შეფასების კრიტერიუმები გვაქვს და მათ შორის მეც მქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივხვდე ეს პროფესია არის თუ არა ჩემი. მაგალითად, თუ გამოგდის რაღაც და გაწინაურებენ და ხელფას გიმატებენ, ბონუსებს გაძლევენ და ასე შემდეგ, ეს ფიქრობ ავტომატურად, რომ რადგან გიფასდება, ეს არის ის პროფესია, რაც არის შენთვის, ესე ვთქვათ, სწორი მისაღები და რაც გამოგდის. არა და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს უბრალოდ იმას ნიშნავდეს, რომ შენ ხარ შრომის მოყვარე, ნიჭიერი ადამიანი, რომელიც თანაბრად წარმატებული იქნებოდა ძალიან ბევრ პროფესიაში და შეიძლება ერთმანეთისგან ძალიან ურთიერთგამომრიცხავ სხვადასხვა როლებში. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი წარმატება პროფესიული შევაფასოთ არა გარეგანი ნიშნებით და დაფასებებით, არამედ იმით, თუ ჩვენ შინაგანად როგორ ვგრძნობთ თავს, როცა ამ პროფესიაში ვსაქმიანობთ და თუ ორივე თანხვედრაშია, ხო ძალიან კარგია და ესე იგი თქვენ სწორ გზაზე ხართ და შეგიძლიათ რომ პრინციპში ეს ვიდეო არც ნახოთ. გავიხსენოთ როგორ ავირჩიეთ ჩვენი პროფესია. ეს თქვენთვის შეიძლება იყოს საშინაო დავალება და მე ამ ვიდეოში მოგიყვებით. ძალიან გამოხატულად მაინტერესებდა ყოველთვის ჰუმანიტარული საგნები, ძალიან მიყვარდა კითხვა და წერა. ხშირ შემთხვევაში არ მომწონდა არც ინფორმატის წერა და კითხვა, რაც იყო სკოლაში, არამედ მომწონდა მე როგორც ვაკეთებდი ამ ყველაფერს სახლში, ესე ვთქვათ, თავისუფალი ნების გამოხატულებით, მაგრამ ეს სხვა საკითხია. და ბუნებრივი იყო, რომ ისე რომ არავის არ უთქვამს ჩემთვის და არანაირი გავლენის ქვეშ არ მოქცეულ ვარ და დამეთანხმებით, რომ ჟურნალისტობა, არ ვიცი, მე როცა ვაბარებდი 2009 წელს არც თუ ისე პოპულარული პროფესია იყო საქართველოში. მე ძალიან მინდოდა გამოკვეთილად ჟურნალისტობა. არ მქონდა გადაწყვეტილი მაშინ სატელევიზიო ფორმატი იქნებოდა თუ საით ჩავიწროვდებოდა ჟურნალისტიკის ეს ჩემი პროფესია. უბრალოდ უფრო ხედავდი თავს სადაც წერენ. მოკლედ გავაჟღერე სახლში ეს რომ მინდოდა ჟურნალისტობა და დედაჩემისგან მქონდა ამას მხარდაჭერა მახსოვს, მაგრამ მამაჩემი იყო წინააღმდეგი. უბრალოდ მამაჩემი ძალიან ავშეკავებული და ისეთი ადამიანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი იყო, მოწოდების ფორმა ჰქონდა ძალიან, ესე ვთქვათ, მეგობრული და რჩევითი ხასიათის და მე აქედან გამომდინარე მისი რჩევა გავითვალისწინე. დამარწმუნა, რომ ჟურნალისტობა არ არის კარგი არჩევანი, თან როცა საქართველოში ცხოვრობ, ძალიან ისეთი მძიმე პროფესია არის და ასე შემდეგ. უბრალოდ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მე მაინც სატელევიზიო ფორმატში ჩემ თავს ვერ ვხედავდი, თუმცა მან მირჩია, რომ შენ ძალიან ნიჭიერი ხარ ჰუმანიტარულ საგნებში და ძალიან მოგიხდება და ძალიან წარმატებული იქნები, თუ აირჩევ იურიდიულ ფაკულტეტს.
იურიდიული ფაკულტეტი მაშინდელი გადმოსახედიდანაც და ეხლანდელიდანაც, რაც უკვე 6 წელი ვისწავლე იურისპრუდენცია, ჩემთვის იყო ძალიან მოსაწყენი პროფესია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩარჩოებში იყავი, არის კანონი, უნდა ისწავლო კანონი, ამის მიხედვით ხდება, არ არის კრეატივი, მოკლედ ძალიან არ მომწონდა, იმიტომ რომ ჩემთვის იყო ამოწურული პროფესია, აი უკვე ყველაფერი შემდგარი იყო რა და მე იქ ჩემს სიტყვას ვერ ვიტყოდი, ამიტომ არ მაინტერესებდა და თან სიმართლე რომ გითხრათ, არასდროს არ მინდოდა და კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ ან მოსამართლე გამხდარიყავი, ან პროკურორი, ან ადვოკატი. ნუ უთხარი მამაჩემს იურიდიულზე თუ ჩავაბარებ, ეს არ მომწონს და ეს არასდროს არ გავხდები და თვითონაც ვერ წარმოვედგინე მე მგონი დიდად მაგ მიმართულებით, იმიტომ რომ პასუხი მზად ჰქონდა, რომ ბიზნეს სამართალი იყო ის, რაც მის გარშემო ესე ვთქვათ, ბევრი წარმატებას აღწევდა, სულ კარგი ისტორიები ესმოდა, საერთაშორისო ელემენტი იყო ამ მიმართულებით და მოკლედ ბაკალავრის და მაგისტრატურაც ვისწავლე ბიზნეს სამართალი და კორპორატიული სამართალი. ადრეულ ასაკში პროფესიის არჩევას აქვს თავისი გამოწვევები მერე უკვე მომავალში. მაგალითად ის, რომ გენანება ამდენი წელი შენი სწავლა და შრომა, რომ უცბად დაივიწყო და თქვა, რომ მე ახლა ახალი პროფესიის დაწყება მინდა. და რეალურად ამან შეიძლება ძალიან დაგაშოროს შენს მიზანს და ბევრი პრობლემა თუ არა გამოწვევა შეგექმნას იმ თვალსაზრისით, რომ სად ვიპოვნი მე ახლა ისევ ისეთი ხალხასიან სამსახურს, ყველაფერი ნოლიდან უნდა დავიწყო და ასე შემდეგ. და როცა ხარ 18-ის ან 19-ის და შენ თავს იკავებ პროფესიის არჩევისგან, ეგეთი მიბმულის არ ხდები რაღაცაზე და გააქვს რაღაც დრო, რომ იმუშაო. ნახევარ განაკვეთზე დღეს უამრავი საშუალება არის, რომ ფრილანსერები იყოთ, ონლაინ სამსახურები ნახოთ, მარტო საქართველოს ტერიტორიითაც აღარ ხართ შეზღუდულები, ენები ისწავლოთ, იმიტომ რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, ენები ყველგან გამოგადგებათ. ენაზე ვიტყოდი, რომ განსაკუთრებით როცა საქართველოდან ხარ და სულ რაღაც 5 მილიონიანი ბაზარი ხარ დიასპორის ჩათვლით, ძალიან კარგია ერთ ან ორ ენას მაინც თუ დავიმატებთ, რაც წვლომას მოგცემს უფრო ფართო ბაზრებზე. სხვათა შორის პროფესიის ადრეულ ასაკში არჩევა, გამოწვევა არა მარტო საქართველოში არის, არამედ ზოგადად გლობალური გამოწვევა არის ეს, იმიტომ რომ ხალხს, ოჯახებს, თინეიჯერებს ეჩქარებათ, რომ დამოუკიდებლები გახდნენ, უნდათ რომ ცალკე გადავიდნენ, თვითონ შექმნან თავის ცხოვრება და ასე შემდეგ. მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადავხედე აშშ-ის ბაზრის, ესე ვთქვათ, სტატისტიკას. როგორც ვნახე, 30 წლიდან 50 წლამდე ადამიანების დაახლოებით 60%-ს უნდა პროფესიის ცვლილება და თავის თავს ვეღარ ხედავს იმ სფეროში, სადაც იყო. ამიტომ ალბათ თუ მშობლები უყურებთ ამ ვიდეოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავაძალოთ მომავალ თაობას პროფესიის არჩევა, რადგან მერე უკვე როცა იქნებიან ჩემხელები, გაუჩნდებათ კრიზისი. ყველას თუ არა უდიდეს ნაწილს, თუმცა აქ კიდევ ერთი საკითხია, რომ ზოგი არ აღიარებს ამ კრიზისს, იმდენად ეშინია ცვლილების, რომ შეიძლება უბრალოდ ზოგი კი არა, უმრავლესობა არ აღიარებს, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, გვაქვს დიდი ვალდებულებები და სახელმწიფო ნაკლებად არის სოციალისტური წყობის, არ აქვს იმის ეკონომიკა, რომ დაეხმაროს ადამიანებს სათანადოდ. აქედან გამომდინარე, ასაკში პროფესიის არჩევა თუ არ არის ეს შინაგანი ძახილი და აი ბავშვი დაიბადა და მინდა ვიყო ასტრონავტი, ჩემი აზრით არის შეცდომა და ცოტა უნდა მოვეშვათ. მე ახლა ვერაფერს ვერ შევცვლი ჩემ ცხოვრებაში, რაგზეც გავიარე ეს გზა გავლილია, ერთადერთი შემიძლია რომ გავაკეთო ჩემი დასკვნები და ვისწავლო გაკვეთილი. როგორ გავიგოთ, არის თუ არა პროფესია ჩვენი. აქ შეგვიძლია ორი მიმართულებით წავიდეთ, თქვით
რა ნიშნები არ უნდა იყოს მაშინ თუ პროფესია არის თქვენი. და დავიწყებ საერთოდ ჩემი არხის იდეით reverse Monday, რომ ამოვატრიალოთ ორშაბათი და შევიყვაროთ ორშაბათი, არ უნდა გქონდეს ორშაბათის სინდრომი. აი, რა ცუდია ორშაბათი, მოდის, ნეტა როდის მოვა პარასკევი, ვაიმე უკვე კვირა საღამოა, ხვალ არის ორშაბათი, აი ეს თქო უნდა ახლა ვუტრირებ, მაგრამ ფილოსოფიურად ორშაბათის მიმართ დამოკიდებულება თუ გვაქვს ეგეთი, რომ არ გვიხარია გვეზარება, ნეტა როდის გავა, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ან არასწორ სივრცეში ვართ, შეიძლება მოგწონს ჩვენი პროფესია, მაგრამ ცუდ გარემოში ვართ, ანუ სამსახური არ გვიწყობს ხელს, ან თუ ნორმალური პირობები გაქვთ და ყველაფერი კარგად არის და აკეთებთ თქვენ საქმეს და ეს ორშაბათის სინდრომი მაინც გაქვთ, ესე იგი თქვენი პროფესია არ მოგწონთ. ანუ ორი შემთხვევა შეიძლება იყოს, არ მოგწონდეთ სამსახური ან პროფესია. ასევე შეიძლება ჩვენი სხეული გვაძლევდეს მინიშნებებს. მაგალითად, ხშირად ხვდებით, ავად, სუსტი იმუნიტეტი გვაქვს, სუსტი ფრჩხილები გვაქვს, თმები გვცვივა, გასაგებია, რომ ჰორმონალური დისბალანსი შეიძლება, D ვიტამინი გვაკლია, D ვიტამინიც იმიტომ გვაკლია, რომ ძალიან დიდხანს ვივართ ოფისში და საერთოდ დღის შუქზე არ ვართ გარეთ და ასე შემდეგ, მაგრამ სხეული გვაძლევს მინიშნებებს, როცა აქვს დისკომფორტი, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო ჭირდება იმისთვის, რომ მოგცეს ეს მინიშნებები. ჩემ შემთხვევაში ეს ხშირად იყო წონის მატება, იყო შეშუპება, ძალიან ალერგიული ვიყავი და ზოგადად აი იყო პერიოდები, როცა მაგალითად 6 წელი არ გავსულვარ ჩვეულებაში და შეიძლება რომ იმ წელს შაბათ-კვირაც არ დამისვენია, აი სულ ავტოპილოტზე რომ მუშაობ და აი უცბად არსაიდან არც რამე სიმპტომი რო არ გაქვს 4 დღე, 3 დღე, მახსოვს 3-4 დღე მქონდა, ისეთი გრიპი მქონდა, კოვიდი არ იყო, ისეთი გრიპი მქონდა, რომ საერთოდ ვერც კი მოვახერხე, რომ მეილი დამეწერა, რომ ვათვარ და ვეღარ ვიმუშავებ. აი ორგანიზმმა, ესე ვთქვათ, დამასვენა იძულებით. და არ უნდა მივიყვანოთ საკუთარი თავები იმ ზომამდე, რომ ეს იძულებითი დასვენებები მოგვიწყოს ჩვენმა ორგანიზმმა, იმიტომ რომ ხშირად შეიძლება მარტო გრიპით და გაციებით არ შემოიფარგლოს ეს ყველაფერი. თავე წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ ძალიან კარგი გარემოა, თქვენ ძალიან კარგად მუშაობთ, კარგი ხელფასი გაქვთ, ყველაფერი კარგად არის და თან ფიქრობთ, რომ თქვენი პროფესიაც მოგწონთ. აი მაგალითად იურისტი ვარ და ძალიან მომწონს ამ ხელშეკრულებების შედგენა, მოლაპარაკებები, შეხვედრებზე წასვლა, აი ძალიან მომწონს. მაგრამ დღის ბოლოს მაქვს სიცარიელის შეგრძნება. აი ცარიელი ვარ, სისავსე არ მაქვს. ეს ნიშნავს, რომ მე არ ვარ იმ საქმეში, რაც რეალურად შემავსებს და რაც რეალურად ჩემ სულს, ცნობიერს და ელენას ჭირდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფიქრდეთ, სამსახური თქვენ სისავსის შეგრძნებას გაძლევთ თუ სიცარიელის შეგრძნებას გაძლევთ. პატარა ეჭვი თუ შემოგეპარათ, მაშინ არის კითხვების დრო, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ გაიგოთ ეს პროფესია თქვენია თუ დროა, რომ ახალ პროფესიაში დაიწყოთ საკუთარი თავის დამკვიდრება. მაგალითად, მანამდეც ვისაუბრე, რომ თუ გაქვთ ძალიან კარგი გარემო სამსახურში და თქვენ მაინც არ მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ, ანუ პროფესიაშია პრობლემა და ვიწყებთ იმის კვლევას, რატო არ მოგწონს ეს პროფესია და რა შეიძლება იყოს მისი ალტერნატივა, ანუ თქვენი საყვარელი საქმიანობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ თავს კითხოთ, რა არის ის мотиваცია, რატომაც თქვენ ამ პროფესიაში ხართ. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში იყო ხელფასი, ბონუსი, პოზიცია, სტატუსი, წარმატებულის იმიჯი, კონტაქტები, მაგრამ არ იყო თვითონ პროფესია.
ანუ ეს კორპორატიული იურისტობა არ იყო ის, რაც მე მაძლევდა მოტივაციას, რომ მაგალითად სადმე მემუშავა, არ ვიცი, 1000 ლარზე პირობითად, რომ მე ისე მომწონს ეს საქმე და ისე მობედნიერებს, რომ ოღონდ ამ პროფესიით ვიმუშაო და არ აქვს მნიშვნელობა. არა, ეს ყოველთვის თანდევი იყო, ანუ ჩემი მოტივატორები იყო აბსოლუტურად სხვა რაღაცეები, რაც ჩამოვთვალე და ბევრს აქვს ეგ იგივე, ესე ვთქვათ, პრიორიტეტები, რაც მე ეს პროფესია უბრალოდ საშუალებას მაძლევდა, რომ აი ამ პრიორიტეტებისთვის მიმეღწია, რაც მე მამოტივირებდა. ანუ ვიყენებდი საშუალებად, ის არ იყო მთავარი ჩემი დრაივი ამ პროცესში და თქვენც უნდა დაფიქრდეთ, რა არის ის, რაც თქვენ გაძლევთ მოტივაციას, რომ წახვიდეთ სამსახურში და იმუშაოთ. სიამოვნება, რასაც იღებთ საქმიდან, თუ სტატუსი და ბენეფიტები, რასაც გაძლევთ თქვენი საქმე. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ჩემთვის, რა არის თქვენთვის ის მოტივაცია, რაც გაძლევთ საშუალებას, რომ ეფექტურად იმუშაოთ. თუ კომენტარებში არ გინდათ დაწეროთ, შეგიძლიათ Instagram-ზე მომწეროთ direct message-ში, თუ არა და არ მომწეროთ, როგორც თქვენ გინდათ. ეხლა ბოლოს საკითხი, რაც ამ ვიდეოს ფარგლებში მინდოდა, რომ გამეარა, არის, როდის არის გვიანი პროფესიის შეცვლა. ამაზე არის მნიშვნელოვნად ერთი პასუხი მარტო, არ არსებობს სხვა პასუხი. არასდროს არ არის გვიანი, სანამ ცოცხალი ხართ. და რატომ? ჩემი არგუმენტები ყოველ შემთხვევაში მე რაც დამეხმარა იმაში, რომ გადაწყვეტილება მიმეყო 15 წლიან ძალიან წარმატებულ კარიერაზე უარი მეთქვა, არის ძალიან ბევრი არგუმენტი მაქვს. მაგალითად ის, რომ ის გამოცდილება არსად არ მიდის, ის გამოცდილება ყოველთვის ჩემთან რჩება. მე შეიძლება ხელშეკრულებები აღარ ვაკეთო, მაგრამ როგორ ჩავატარო შეხვედრა, მოლაპარაკებებიდან როგორ წამოვიღო ჩემთვის საუკეთესო პირობები, კონტაქტები, კომუნიკაციის კულტურა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ უნდა მოიქცე, კლიენტები როგორ უნდა მოიძიო, ეს ყველაფერი ჩემთან რჩება და ნებისმიერ პროფესიაში გამომადგება, რაც არ უნდა ავირჩიო, სულ რომ ავირჩიო, არ ვიცი, ტურიზმის სფერო, ავირჩიო კოუჩინგის სფერო, ფიზიკური საქმე თუ ონლაინ საქმე, არ აქვს მნიშვნელობა, ის უნარები, რაც მე ამდენი წლის მანძილზე შევიძინე, ყველაფერი დარჩა ჩემთან ერთად და პირიქით ეს მაძლევს ერთგვარ ბუსტს და წინ წევს მომავალ პროფესიაშიც. ანუ ჩათვალეთ, რომ ძალიან ბევრი ნაბიჯი უკვე წინ გექნებათ გადადგმული, იმიტომ რომ ის ძირითადი ბაზა, რაც თქვენ უკვე გაქვთ, ნებისმიერი პროფესიისთვის არის ერთი და იგივე. რეპუტაციულადაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წინა საქმიანობა და არ გეგონოთ, რომ მაგალითად მე როგორც იურისტმა რა რეპუტაციაც დავაგროვე, ეგ რეპუტაცია წაიშალა. ის რომ ვარ მაგალითად მოწესრიგებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი, შრომის მოყვარე და ასე შემდეგ, რა უნარებიც უნდა გქონდეს კარგი იურისტს, ეგ მე ჩემ ახალ პროფესიაშიც მომყვება და იგივე რეპუტაცია მექნება მაგ საკითხებში, რაც ძალიან გაგიმარტივებთ თავის დამკვიდრებას ნებისმიერ სფეროში. და ჩემი რჩევა იქნება, რომ ესეთი რაღაც კი არ გააკეთოთ, ან წარმოიდგინოთ, რომ აი ის არის ჩემი ძველი პროფესია, მორჩა, რაღაცა წითელი ხაზი გადაუსვათ და ეხლა ვიწყებ ყველაფერს ნოლიდან და ეს არის ახალი პროფესია. არა, ეგ არ უნდა გააკეთოთ, ჩემი აზრით ეგ არ არის პრაგმატული გადაწყვეტილება და ჩვენ აქ რთულ გზებს არ ვეძებთ, ვეძებთ მარტივ გზებს. თქვენ უნდა იპოვნოთ ბმა ძველ გამოცდილებასა და ახალ გამოცდილებას შორის ისე, რომ აი ძალიან ხავერდოვანი გადასვლა გქონდეთ. თითქოს ეს უნდა ესე ყოფილიყო. მაგალითად ვამბობ, აი იყავით იურისტი და გახდით ექიმი, იპოვნეთ თქვენს ისტორიაში ისეთი ბმები, რომ ადამიანს რომ მოუყვები ეს ცვლილება რატომ მოხდა შენ ცხოვრებაში, მისთვის იყოს ძალიან ლოგიკური და ბუნებრივი. ხო, შენ ესე უნდა გექნა, რა თქმა უნდა, შენი მომავალი ამაში იყო და რაც უნდა ერთმანეთისგან განსხვავებული სფეროები აირჩიოთ, რადიკალურად განსხვავებული, ხო? არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ისტორიიდან ბმას მაინც ყოველთვის მოძებნით. მაგალითად, მე ძალიან მაინტერესებს
ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს, კოუჩინგი განსაკუთრებით, ქალების მიმართულებით განსაკუთრებით, კორპორატიულ სამყაროში ვინც არის და პროფესიის ცვლილება უნდა ან კარიერული განვითარება და ძალიან მე მარტივად ვხედავ, რომ ჩემი 15 წლიანი კორპორატიული იურიდიული გამოცდილება როგორც ქალმა გადავიტანო კოუჩინგის მიმართულებით, მაგალითად. ესე შეგიძლიათ თქვენც პოვეთ ბმები და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოგივათ და გამოიწერეთ ჩემი არხი დროებით.